COVID პანდემიიდან 5 წელი გავიდა და ადამიანებს ჯერ კიდევ აწუხებთ COVID-ის სიმპტომები, რადგან ის არსად წასულა, ისევ ჩვენს გარშემოა, ისევ ემართებათ ადამიანებს და რას ნიშნავს ეს COVID-ი, ან გახანგრძლივებული COVID-ი, რატომ ეს წლები, რატომ გრძელდება ეს ყველაფერი, ან რამდენად საშიშია. COVID-ი ვირუსით გამოწვეული ინფექცია, რომელიც გავს ძალიან გრიპს გაციებას, ახასიათებს სიცხე, ხველება, შეიძლება სუნთქვის გაძნელება, შეიძლება ჩამონადენი ცხვირიდან და ასე, ანუ ერთი შეხედვით ვერაფრით ვერ გაარჩევ გრიპია, COVID-ია თუ გაციება, გარდა მიმდინარეობისა, შეიძლება ცოტა მძიმე მიმდინარეობა ქონდეს COVID-ს იმასაც დამოკიდებულია რომელიც შტამია. ზოგი შტამს პირიქით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. და ეს სიმპტომები ძირითადად გრძელდება 4 კვირა. და საშიში რატოა COVID-ი? იმიტომ რომ ფილტვების ანთება ემართებათ ადამიანებს უფრო ხშირად ვიდრე სხვა ვირუსებით ინფიცირების შემთხვევაში და ფილტვების ანთება განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც დაუცველია, ასაკონები და ბავშვებში შედარებით საშიშია და უფრო მეტად შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობა, ამიტომ რომ COVID-მა ასეთი დიდი პანდემია გამოიწვია, თან ახალი იყო კაცობრიობისთვის, ეს შტამები ახალი იყო, თვითონ კორონავირუსი ახალი არ არის. და როცა სიმპტომები გრძელდება 4 კვირაზე მეტ ხანს, ამას გახანგრძლივებულ COVID-ს ვეძახით. გახანგრძლივებული COVID-ი როგორია? ეს ნიშნავს, რომ ისე ვთქვათ, გაციების მსგავსი სიმპტომები და ჩამონადენი ცხვირიდან 4 კვირა და მეტი უგრძელდება ადამიანს? არა, ძირითადად რაც გრძელდება, არის ორი მთავარი ნიშანი. დაღლილობა. დაღლილობა როგორ? ადამიანი იტყვის, რომ აი რა გავაკეთე, თითქოს არაფერი, მაგრამ ისე დავიღალე, თითქოს მარათონი გავირბინე. ანუ შრომის უნარიანობა მნიშვნელოვნად უქვეითდებათ ადამიანებს, რატომ ხდება? იმიტომ რომ სისხლში ანთებაა მომატებული COVID-ის გამო, ანთების მედიატორებია მომატებული და ეს ანთება აზიანებს ნერვულ სისტემას, ეს ანთება აღწევს ტვინში და ადამიანი თავს გრძნობს დაღლილად და მეორე მიზეზი არის რომ ჩვენს კუნთებში გვაქვს ენერგიის მარაგი, რომელსაც ATF-ი ქვია მიტოქონდრიებში, ATF-ს გამოიმუშავებს მიტოქონდრიები, პატარა ორგანოებია, პატარა ქარხნებით არ რომ წარმოიდგინოთ და ამ ქარხნების დაზიანება ხდება COVID-ის დროს და ენერგია ვეღარ წარმოიქმნება და როცა კუნთებს ენერგია არ აქვს, ადამიანი როგორ გრძნობს თავს დაღლილად და ამიტომ არის რომ პირველი მთავარი სიმპტომი გახანგრძლივებული COVID-ის არის ადამიანი თავს გრძნობს. მეორე მთავარი სიმპტომი არის გონების დაბინდვას ეძახიან. ადამიანი იტყვის, რომ ვეღარ ვიმახსოვრებ ისე კარგად, როგორც ადრე, ვეღარ ვაზრონებ ისე კარგად, სიტყვები მავიწყდება, ვეღარ ვსწავლობ და ეს დამემართა COVID-ის მერე. რატომ? იმიტომ რომ ისევ ანთებას ნერვული სისტემის ანთებას იწვევს COVID-ი და ეს ანთება აზიანებს ნერვულ სისტემას და მის მუშაობას უშლის ხელს. მესამე, რასაც გახანგრძლივებული COVID-ი ხშირად იწვევს, არის დისავტონომია. დისავტონომია არის აი ადამიანები რომ ამბობენ რომ ფეხზე რო ავდგები, გული მიჩქარდება, ან ფეხზე რო ავდგები, თავბრუ მეხველა, ან ფეხზე რო ავდგები, თავს სუსტად უგრძნობ. ეს არის დისავტონომია. ამ შემთხვევაში ვირუსი აზიანებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, ნერვული სისტემის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც პასუხისმგებელია მოკლედ სისხლძარღვების შევიწროებაზე, გაფართოებაზე. აზიანებს არა ძალიან პირდაპირ, არამედ არაპირდაპირ და ბალანსს მოშლის მოკლედ სისხლძარღვების გაფართოებასა და შეკუმშვას შორის და ადამიანს შეიძლება წამოდგომისას განვითარდეს დაბალი წნევა და ამ დაბალი წნევის საპასუხოდ აუჩქარდეს გული. გახანგრძლივებული COVID-ის ნიშანია ასევე ხელების და ფეხების დაბუჟება, ოღონდ რა თქმა უნდა, ხელები და ფეხების დაბუჟებას ყოველთვის კი არ იწვევს გახანგრძლივებული COVID-ი, არამედ გახანგრძლივებულმა COVID-მაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხების დაბუჟება და რატომ ხდება? ამილოიდის და ფიბრინის კოლტები წარმოიქმნება სისხლში, პატარა კოლტები, რომელიც ვერ იშლება ადვილად და მოგზაურობს მოკლედ მთელს ორგანიზმში და გაიჭედება ხშირად ხელებში, ფეხებში, კიდურებში და ამ მიკროსისხლძარღვებში, პატარა სისხლძარღვებში, რომ პატარა თრომბები წარმოიქმნება, აი ამ ამილოიდის თრომბები, არა კლასიკური
ეგ იწვევს შემდეგ სისხლის მიდინება ნერვებთან წყდება და ადამიანს აქვს აი ეს წვის შეგრძნება ან დაბუჟების შეგრძნება, მოკლედ ნერვების პრობლემები აქვს ამ შემთხვევაში. ესეთი ნიშანი კიდე გახანგრძლივებული კოვიდის, რომელსაც ქვია პოხიერი უჯრედების აქტივაცია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის იგივე ადამიანი ხდება ალერგიული. ადრე არ იყო რაღაცის მიმართ ალერგიული შეიძლება, მაგრამ ეხლა ხდება ალერგიული, კანზე სიწითლეები შეიძლება კონდეს, ჭინჭრის ციება შეიძლება დაემართოს, ქავილის შეგრძნება შეიძლება კონდეს და ეს შემაწუხებელია. ანუ და იტყვის ადამიანი რომ მე არ მქონდა არასდროს ალერგია, არც მახსოვს, არც ჩემს მშობლებს არ ქონდათ, მაგრამ ეხლა დამემართა ამ ასაკში და კი შეიძლება ეს იყოს კოვიდის გამო და იმიტომ რომ კოვიდის ვირუსი მოქმედებს ამ პოხიერი უჯრედების რეცეპტორებზე, ამ რეცეპტორებზე მოქმედებით კოვიდი იწვევს პოხიერი უჯრედების აქტივაციას და ეს აქტივაცია იწვევს ალერგიულ რეაქციას. და მეშვიდე მთავარი სიმპტომი, რომელიც გახანგრძლივებულ კოვიდს აქვს, არის დისპნეა. დისპნეა არის იგივე ქოშინი. ქოშინი არის ნებისმიერი სუნთქვის დისკომფორტი, რაც შეიძლება ადამიანმა აღწეროს. ადამიანი იტყვის რომ ვეღარ ვაკეთებ იმდენს, რამდენსაც ვაკეთებდი, იმიტომ რომ თითქოს სუნთქვა მიჭირს. ღრმა სუნთქვას ვერ ვიღებ, თითქოს ჰაერი არ მყოფნის და ესეც კოვიდის მნიშვნელოვანი სიმპტომია, რომელიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ვის ემართება გახანგრძლივებული კოვიდი ყველაზე ხშირად? ემართებათ ქალებს, თითქმის 3-ჯერ უფრო ხშირად ვიდრე კაცებს, რადგან ქალები უფრო მიდრეკილი არიან ავტოიმუნური მდგომარეობების მიმართ, რადგან ქალებში უფრო ხშირია ჰორმონული დარღვევები. ვის ემართება გახანგრძლივებული კოვიდი უფრო ხშირად? ემართებათ ქალებს, ძირითადად 50 წლის ზევით, რადგან ქალებში უფრო ხშირია ჰორმონული დარღვევები, რადგან ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილი ავტოიმუნური დაავადებებისკენ. ემართებათ უფრო მეტად ჭარბწონიან ადამიანებს, რადგან მათში ანთება უფრო გაძლიერებულია, ემართებათ უფრო დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს, რადგან მათში იმუნიტეტი უფრო შემცირებულია და ემართებათ მწეველებს, რადგან მათში ოქსიდაციური სტრესი ძალიან მაღალია და უჯრედები ისედაც აქტიურად ზიანდება. მაინც რამდენ ხანს გრძელდება გახანგრძლივებული კოვიდი, არის უსასრულო, თუ სადღაც აქვს საზღვარი, თუ ვიტყვით დაღლა, გონების დაბინდვა და ასეთი სიმპტომები ძირითადად 1 წლამდე გრძელდება, თუ ვიტყვით ქოშინი დაახლოებით 6 თვე გრძელდება, თუ სერიოზულად ფილტვების დაზიანება შეიძლება 1 წელზე მეტხანსაც გაგრძელდეს. სხვა მცირე სიმპტომები, როგორც წესი, რამდენიმე კვირაში მთავრდება. და მაინც როგორ დავადგინოთ ზუსტად რომ ეს გახანგრძლივებული კოვიდია და არა სხვა დაავადება ან სხვა მდგომარეობა, ამისთვის ადამიანს დადასტურებულად უნდა ქონდეს გადატანილი კოვიდ ინფექცია, სიმპტომები კოვიდის უნდა გრძელდებოდეს 12 კვირაზე მეტ ხანს და სხვა არაფრით არ უნდა აიხსნებოდეს უკეთესად მისი სიმპტომები. ახლა მოდი ვთქვათ რა უშუალოდ გახანგრძლივებულ კოვიდს ერთ-ერთი პირველი რეაბილიტაცია და ვარჯიშია, ვარჯიშთან ფრთხილად უნდა ვიყოთ ოღონდ. რას ნიშნავს ფრთხილად ყოფნა? იმას, რომ ნელ-ნელა დავიწყოთ და ნელ-ნელა მოუმატოთ დოზას. არიან ადამიანები, რომლებსაც ვარჯიშის დროს სიმპტომები პირიქით უძლიერდებათ, ასეთ შემთხვევაში pacing-ი ქვია ამას. ანუ იცოდე შენი საზღვარი სად არის, ისე უნდა დაიტვირთო თავი რა დონეზეც დასვენებულად გრძნობ თავს და არა გადატვირთულად, ანუ გადაღლა და გადატვირთვა არ არის სწორი მიდგომა. დასვენება პროაქტიული უნდა იყოს და არა რეაქტიული, ანუ მაშინ კი არ უნდა დაისვენო, როცა მიითიშები, არამედ მანამდე უნდა დაისვენო, სანამ ძალიან დაიღლები და
ის საქმეები, რომელსაც აკეთებ, პატარ-პატარა ნაწილებად დაყო, რომ კომფორტული იყოს და ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად არ გაგიუარესოს ხანგრძლივმა კოვიდმა. თუ ალერგია აქვს ადამიანს მომატებული, მაშინ ცეტირიზინი, ფამოტიდინი, კრომოლინი, ანუ ანტიალერგიული საშუალებები ინიშნება. თუ ადამიანს ეს ორთოსტატული ჰიპოტენზია აქვს წამოდგომისას, რომ თაბლოეს ხმის გული უჩქარდება, მაშინ ზოგ შემთხვევაში შველის, მარილის და წყლის მიღება, ან კომპრესიული წინდები მაგალითად. თუ მიდგება საქმე წამლებზე, ყველაზე დამაიმედებელი ამ შემთხვევაში მეტფორმინი გვაქვს. მეტფორმინი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ანტივირუსული მოქმედება აქვს და უკვე მესამე ფაზაშია კვლევები, რომლის მიხედვითაც ძალიან დამაიმედებელი შედეგები აქვს მეტფორმინს ხანგრძლივი კოვიდის მკურნალობისთვის. ნალტრექსონი კიდე არის ეს ადამიანს, რომელსაც უფრო ნეიროპათიული ტკივილი აწუხებთ, აი ტკივილისთვის და დაბუჟებები და ესეთი სიმპტომები, ვისაც აქვს გახანგრძლივებული კოვიდის გამო. თუმცა ეს ორივე წამალი როგორც წესი პირდაპირ გამოიყენება ხოლმე არზის გაიდლაინებში, თუმცა მაღალი ალბათობაა, რომ მეტფორმინი შეიძლება ჩაჯდეს. მეორე დიდი საკითხი, რაც გახანგრძლივებულ კოვიდთან გვაქვს, არის რომ ზრდის სხვა დაავადებების რისკებს კავშირში არ არის თითქოს, მაგრამ ზრდის დიაბეტის რისკს, გულის დაავადებების, ინსულტს, თირკმლის დაავადების და ზრდის ამ რისკებს კი არა 5%-ით ან 10-ით, თითქმის 20-30-50%-ით ზრდის. ანუ იმ ადამიანებს, ვისაც გახანგრძლივებული კოვიდი აქვთ გადატანილი, ბევრად მაღალი რისკი აქვთ, რომ სხვა დაავადებებიც განვითარდეთ, მათ შორის დიაბეტი. და ერთ-ერთი მთავარი, ვისაც უვითარდება ეს გახანგრძლივებული კოვიდი, არის ის ადამიანები, ვინც რთულად გადაიტანა კოვიდი და ჰოსპიტალიზებული იყო კოვიდის გამო, ანუ საავადმყოფოში იწვა კოვიდის გამო და დაცვა არის, გვაქვს, დაცვა გვაქვს, ამის დაცვა გვაქვს ვაქცინა, კოვიდის ვაქცინა, დადასტურებულია, რომ ერთხელ ვისაც აქვს კოვიდის ვაქცინა გაკეთებული, გახანგრძლივებული კოვიდის რისკს დაახლოებით 30%-ით ამცირებს, ორჯერ ვისაც აქვს გაკეთებული თითქმის 40-დან 50%-მდე ამცირებს და სამჯერ ვისაც აქვს გაკეთებული გახანგრძლივებული კოვიდის რისკს თითქმის 70%-ით ამცირებს. შესაბამისად, იარაღი გვაქვს, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ და თუ ვერ შევძელით თავიდან აცილება, მაშინ ნელ-ნელა უნდა ვმართოთ. უმეტეს შემთხვევაში 90%-ში გაივლის თავისით. და კითხულობენ ხოლმე ბავშვებზე, ბავშვებსაც თუ ემართებათ გახანგრძლივებული კოვიდი და თინეიჯერებს ემართებათ დიახ. დაახლოებით 30%-ს ბავშვებისას, ზოგი კვლევით მეტი, ზოგით ნაკლები, მაგრამ დაახლოებით ესე ცოტა უფრო ნაკლებად ვიდრე დიდებს, მაგრამ მაინც ემართებათ ბავშვებსაც გახანგრძლივებული კოვიდი, მაგრამ მაინც აქვთ რისკები, როგორც დიდებს გახანგრძლივებული კოვიდის და ამიტომ ბავშვებთანაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. მნიშვნელოვანია გახანგრძლივებული კოვიდის შესახებ ინფორმაციის ცოდნა, რადგან ეს სიცოცხლის გახანგრძლივებასთანაც აქვს კავშირში, რადგან ადამიანებს ემართებათ დაავადებები და არ იციან, რომ აი სხვა დაავადებებმა შეუწყო ამას ხელი, ამიტომ ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია და თუ შეიარაღებული ხარ, თავს უკეთ იცავ. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დაალაიქეთ, ეს იქნება თქვენი მხრიდან სოლიდარობის გამოხატულება ჩემი არხის მიმართ და არხის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯი, ან დააკომენტარეთ, ან გააშეარეთ, ან გამოწერეთ არხი. აი ეს იქნება თქვენ რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ამ შემთხვევაში ჩემთვის. მე კი ჩემის მხრივ ვეცდები, რომ რაც შეიძლება მეტი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.